ჩემი ყურადღება სხვა სიტყვებმა მიიქცია და მინდა თქვენს გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები. ერთ-ერთ ლოცვას ცისკრის კანონში იყო თუ არ მეშლება, ასეთი სიტყვები გაიჟღება ამ ლოცვაში. თუ სიმდიდრე გიყვარდაო, იუდას იმართავს კითხვით. ავტორი, რატომ დაემოძრაფე სიბლახატის მოძღვარს? ამ სიტყვებმა საკმაოდ ძლიერად იმოქმედა ჩემზე. რატომ? იმიტომ რომ დავფიქრდით მე პირადად და გიქცევთ თქვენს დაფიქრდეთ, რამდენი რამ გვიყვარს ჩვენ ისეთი, რის საწინააღმდეგოსაც გადაგებდა ჩვენი მაცხოვარი. იუდამ რატო გასცა, ხო, რატო აკეთებს ამ ხაზგასმას? მინდა ეკლესია რისთვის გვიქადაგებს ამას, რატომ გვეუბნება და ხაზს რატო უსვავს? რატომ შეგიყვარა, რატომ დაემოძრაფე, თუ ფული გიყვარდა, რატო დაემოძრაფე? ამიტომ გაიცი, ფაქტობრივად ეს ამას ნიშნავს. აი რამდენი რამეა, აბა დავფიქრდეთ, მართლაც თითოეულმა ჩვენთაგანმა რამდენი რამეა, რაც ამ ცხოვრებაში ჩვენ ისეთი გვიყვარს, რაც რის წინააღმდეგაც უყარი გადაგებს. სიდიდრე და ქონება ვისაუბრებს, ყველას. ის რომ ამის გამო ჯერ უფლისთვის აღვიგვარდა და ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს უკვე იქა. თუმცა ეშმაკმა ესეთი განსაცდელი დაგვიტანა და მე მართლა ამას გავაკეთე. კარგი საფრთხე და კომფორტი ვისაუბრებს. იქნის ყველა ჩვენთვის. უფალი კიდე ამბობს, რომ თავისადმი ედრიკა ადგილი აქვს. ნახეთ, ვემოძრაფებით და ვამბობთ, რომ ვარ მოძრაფები უფლისა, რომელსაც სახლიც კი არ გვაქვს, რომ თავი მოვედოქი. და ჩვენ კი გვინდა და ვაშენებთ დიდებულ სახლს. შეიძლება ვერ ვაშენებთ, მაგრამ გვინდა. ეს უფრო ცუდ მდგომარეობაში ალბათ ისინი ვარ, ვისაც გვინდა და ვერ ვაშენებთ. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გვინდა და ზუსტად იგივე სურვილები გვაქვს, რაც მათ ვინც აშენებენ, ახლა იმას კიდე ზემოდან ვუმატებთ, რომ გძურს და ვერ მეტანოთ და გამეკითხავთ იმათ ვინც აშენებენ. კიდე ბევრი შეიძლება ესე გავაკეთოთ, თუ ამრავს. ნახეთ, სიამაყით ვარ, სავსე და ყველა მინდა რომ ჩვენ გვიმსახურებოდეს, ყველა მინდა რომ ჩვენზე იყოს მორგებული. მაცხოვარი კიდე აი დღეს უნდა დღეს სახარებაში არის. რომ მე გემსახურებით თქვენ და თქვენც ესე უნდა გააკეთოთ. მე ვარ უპირატესი, მეუბნებით რომ მოძღვარი ხარ, უფალი ბატონი ხარ, მაგრამ ხედავთ მე თქვენ გემსახურებით და ხეთებთ გმან. თქვენც ესე უნდა მოიქცეთ. ანუ დიდხანს გავაგზავნოთ შეიძლება ეს გამონათვალი იმისა, თუ რითი თანამატურითი არ გავარდოთ. რომ უფლის მოძღვრებისგან განსხვავებული რამდენი მიზანი გვაქვს დასახული ცხოვრებაში. და ამაზე ძალიან ესე ვთქვათ, ღრმად უნდა დავფიქრდეს თითოეული ჩვენთაგან, იმიტომ რომ მართლაც დამიჯერეთ აი ამ ჩვენს მიერ შეყვარებული სხვადასხვა ამქვეყნიური ესე ვთქვათ სიკეთეების გამო ძალიან ხშირად უარყოფს. ძალიან ხშირად ვიგით მას ისე როგორც იუდამ გავიგეთ. და კიდევ ერთი წაგრუმა იყო სამოციქულოს მიერ. ჩემთან ვინც ჭამდა მან გამყიდა მე. ეხლა ჩემთან ვინც ჭამდა. ჩვენც უფალთან ერთად არა ჭამს, მისის და ხოც არა ჭამს. და თითოეულ წოდას, როდესაც ჩავდივარ. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მარტო იმაზე არ არის რაღაც ახლა გამოხატულია ესეთი წოდვა ჩავიდინე ადამიანმა, რომელსაც ყველა გამიგიხავს. აქ საუბარია ისეთი მიდრეკილებებზე, სულებზე, ნებებზე, რომლებზეც უარს არ ვამბობთ. ოღონდ თან უფლის სიახლოვეზე. აი ამ თემის გავსება ადამიანის.
არ უნდოდეს დათმოს საკუთარი ნება, ესა თუ ის არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ჩვენში ჩავდეთ. და ამ ვნებით ისე რომ ბრუცხელად არ აღიაროს ეს, არ შეინანოს, მთელი თავისი ძალა არ მიმართოს იქისკენ, რომ აი ეს ცოდვა, ესე ვთქვათ, მოიძულოს და მოიშოროს, აი ამით თან ოღონდ უფალთან იყოს. თან ოღონდ მის სისხლს და ხორცს ჭამდეს და თან ეს თავისთვის გულში უფუთებდეს. ესა თუ ის ბუნება არ აქვს მნიშვნელობა. დიდების სურვილი იქნება, დიდების მოყვარეობის სურვილი იქნება თუ სხვა. არ აქვს მნიშვნელობა. აი, როდესაც ადამიანი აი ამ ორი რამის შეთავსებას ცდილობს, ის შეთავსება იქნება. და მერტმა გვარიდოს თითოეულ ჩვენთაგანს ეს. მერტმა გვარიდოს, მაგრამ იცოდეთ, რომ ძალიან ხშირად ესე არის. ძალიან ხშირად. ილოცოთ ღმერთს, რომ ყველა ეს ჩვენი შიგნით დაბუდებული ნება დაგვანახოს პირველეს ყოვლისა. და დავინახავთ რა მე აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა ამოვშალოთ. ანაირად გამორიცხული. თუ ამის შერიგებას ვეცდებით, ამ ორი რამის შერიგებას, აუცილებლად იუდას ვეც გაიზიარებს ადამიანი, ვინც ამას ეცემა. ასე მინდა რომ ეს ჩვენზე მოყვანოს. ერთმა გაგვოცოს უყოლა ერთად, ერთმა გაგვაძლიეროს და ერთმა მოვწეს სიბნელე და ძალა რომ სწორად